დილამშვიდობისა, საქველმოქმედო ფონდისთვის დაამარცხეს სიმსივნე ნაკანი მამასახლისის ობიექტივში სხვადასხვა ნივთები მოხდა. ის რაც ჩვენში განსაკუთრებულ ემოციებსა და ნოსტალგიას აღძრავს. ფოტო გამოფენას TBC გალერეა უმასპინძლებს. გამოფენა კიკბოქსინგში მსოფლიო ჩემპიონის გიგა ჭიკაძის საქველმოქმედო ფონდის მხარდაჭერით იმართება, რომელიც ქალბატონებს ძუძუს კიბოსგან ბრძოლაში ეხმარება. ნახოთ ანი მარღანიას სიუჟეტი. ყველაფერი ჩვენს მეხსიერებასთან, ჩვენს გრძნობებთან, ჩვენს ყნოსვით რეფლექსებთან, ჩვენს წარსულთან და ჩვენს მომავალთან ასოცირებულია. ნივთებმა, რომლებიც ჩვენს დღევანდელ ყოფასთან, წარსულ შეგრძნებებთან ან მომავალთან ასოცირდებიან, ერთ კუთხეში მოიყარეს თავი. პროექტი, რომელიც თითოეული ადამიანის პიროვნულ გამოძახილად უნდა იქცეს, ჯერ მზადების პროცესშია. თემატურად დაყოფის შემდეგ ნაკანი მამასახლისის ობიექტივის წინ სხვადასხვა ნივთები მოხვდებიან. ფერებიც რაც არის, აქ საათები რაც არის, აი ეს მაგალითად ნაძვის ისენი ანათალი ხო, რაღაც რა უსუნო არის ბავშვობასთან და ბაკურიანთან და ბორჯომთან ასოცირებული და რაღაცა ყველა ადამიანისთვის არის რაღაცა მნიშვნელოვანი, ესე გონია ჩვენ რომ ეს ყოველი ელემენტები და ყოველი რეკვიზიტი. სიყვარული, კომუნიკაცია, ჯანმრთელობა, დრო, მოგონებები და ყველაფერი ის, რასაც ადამიანი გრძნობს. ან მისთვის ძვირფასია ერთ ფოტოპროექტად ერთიანდება. 10-მა სრულიად განსხვავებულმა ფოტომ 10 ადამიანური შეგრძნება უნდა გააცოცხლოს. ვეცადეთ რომ გავაკეთოთ სელექცია, თუ რა და რა სფეროს მოიცავს ადამიანი და ჩვენი შინაგანი სამყარო. ესე იგი, ეს არის ერთის მხრივ მუსიკა, რომელიც ჩვენში არის მუდამ. მეორე შეიძლება იყოს იდეები, რომელიც ჩვენში უცებ ინთება. შეიძლება იყოს ნოსტალგია, რომელიც შეიძლება გამოყვეთ თქვათ რომელიმე ძველი იგივე ან როლიკი ან ძველი რომელიმე სათამაშო. ანუ ნივთის სახით ფორმა მივედით იმას, რაც მართლა მუდამ არსებობს ჩვენში. ფოტოპროექტის მიზანი ონკოლოგიურად დაავადებული ადამიანების მხარდაჭერაა. ხელოვანების მთავარ სათქმელს კი ნამუშევრები თავად იტყვიან. მთავარი აზრი ის არის, რომ ეს ყველაფერი არის ჩვენი ნაწილი და ადამიანების ნაწილი. შეიძლება არ იყოს ჯანმრთელი რაღაცა ორგანო არ ქონდეს ერთი ჯანმრთელი, მაგრამ მეორე შეიძლება ფსიქოლოგიურად მოგონებებში იყო, ძლიერი იყო მოგონებებში, შენი რაღაცა შინაგანი სამყარო ქონდეს ძალიან ძლიერი და ამით ყველანაირ დაავადებას და ყველაფერს ფარავდეს ის, რაც თქვა დაზიანებული არის. უჩვეულო ფოტოპროექტი დედის დღისთვის მომზადდა. ნოკაუტ კენსერ ანუ დაამარცხეს სიმსივნე გიგა ჭიკაძის მიერ დაარსებული საქველმოქმედო ფონდია. კიკბოქსინგის მსოფლიო ჩემპიონი ძუძუს კიბოთი დაავადებულ ქალბატონებს მძიმე სენის დაძლევაში ეხმარება. 2014 წელს მე და ჩემი დამ დავაარსეთ ფონდი ნოკაუტ კენსერ, რაც ნიშნავს დაამარცხეს სიმსივნეს. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ოჯახში შეგვეხო ეს ძალიან საშინელი სენი და ამის შემდეგ უკვე ჩვენ გადავწყვიტეთ რომ ჩვენი ხერხებით, ჩვენი ძალებით დავხმარებოდით ისეთ ადამიანებს, ვისაც დღეს აწუხებს ეს პრობლემა. ნაკანი მამასახლისის ფოტონამუშევრები დამთვალიერებლებისთვის დღეს გამოიფინება. TBC გალერეაში 6 საათზე ერთი დევიზით გაერთიანდებიან. დაამარცხეს სიმსივნე.